მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს გვყავს ტურბოს პრობლემით Mercedes ML. თუ არ ვწდები, V164 არის ეს და მე მგონი არ ვწდები კუზაოს ნომერს. რაც შეეხება ძრავს, ძრავი გვაქვს E180, 180 მეთქი E280, ანუ 3 ლიტრიანი V6 ძრავი. ამ შემთხვევაში გვაქვს პრობლემა ტურბოსთან დაკავშირებით, როგორც გითხარით. ეს არის ჩემი მეგობრის მანქანა, თუ ახლობლის, დროებით იყიდა, რადგანაც შეძლოს რაღაც მშენებლობა აქვს სახში და მისაბმელის გადათრევა A-დან B პუნქტამდე და შემდეგ გაყიდოს ეს მანქანა. ანუ უბრალოდ არის მანქანა მხოლოდ სათრევად, ასე რომ ვთქვათ, მისაბმელის. ეხლა რა პრობლემა შეექმნა გაჩვენებთ უცებ. მოკლედ გადაადგილდებოდა სადღაც, გაბოლა უკან ძალიან ძლიერად თეთრად, ჩავარდა ავარიულში და დაკარგა ძალა. იქვე ახლომდებარე სერვისში მივიდა, ამოაკითხია შეცდომები კომპიუტერიდან, შეუერთეს დიაგნოსტიკა და დანაკარგი აქვს ტურბოს წნევაში. მოხსნა შემდეგ ეს აერის ფილტრებიდან, ეს დამაკავშირებელი პლასმასი რაც არის, მილი და ხედავს რომ აქ ზეთითაა ყველაფერი სავსე და ახლა შეხედეთ ხელით რო გავამოძრავა ეს იქეთ-აქეთ არ გამოჩნდება. იმედია ასე დაინახავთ თუ რა მდგომარეობაშია, აი რამ ხელა თამაში აქვს ზემოთქვემოთ შატკას, რასაც ვეძახით რუსულად, ასე რომ ვთქვათ, შეხედეთ. და ოდნავ ზემოთქვემოთ ასე ოდნავი თამაში უნდა გქონდეს ტურბოს. ამ შემთხვევაში ამას დედა აღარ აყავს, დალეწილია და ასევე აქვს გერმანულად ქვია axial spiel, ანუ აი ასე როდესაც თამაშობს, ასე საერთოდ არ უნდა თამაშობდეს, რომელიც გამართულია, ანუ ტურბო არ უნდა თამაშობდეს. ამ შემთხვევაში ამას დედა აქვს ნაკლები პირდაპირ ამას უკაკუნებს, ეს ადგილებიც შეჭმული აქვს და ფრთები არ ვიცი აქ რამდენად ჩანს, ფრთებიც მომტრეული აქვს უკვე, აღარაა მთლიანი. მე ვუთხარი რომ არ არსებობს იმისი ალბათობა რომ ეს შიგნით იყოს შეფრენილი და დახაზული კონდეს ცილინდრის კედლები, თუმცა ამ შემთხვევაში პატრონს არ აინტერესებს, ამბობს რომ შევცვალოთ და ვნახოთ რა იქნება, რადგანაც როგორც გითხარით ამ მანქანით არც სიარულს აპირებს, არც არაფერი, უბრალოდ უნდა გადაათრიოს დროებით რაღაცეები და შემდეგ არ ვიცი გადააგდეს თუ რას უზავს, არ ვიცი. ну მოკლედ უნდა შევცვალოთ ტურბო. ტურბოს შეცვლას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ძალიან რთული არ უნდა იყოს, აქ მე რაღაცები მოვშალე, გაჩვენებთ რა მოვშალე, გუშინ მოხსენე უბრალოდ რომ იმესხა ჟანგის საწინააღმდეგო სითხე სპრეი, რომ ადვილად მომეხსნა შემდეგ დღეს რაღაცეები. მოდით გაჩვენებთ უბრალოდ აქ რაც მოხსენი. პირველი რაც დავიწყე, აი ეს საფარები, რომ ზემოდან მიუდგეთ. შემდეგ აი ეს არის ეს აერის ფილტრებიდან დამაკავშირებელი ტურბოზე, ეს ზეთით არის სავსე. ეს ზედა საფარი მოხსენი რომ დამესხა ყველგან ჟანგის საწინააღმდეგო სპრეი და აი ეს ტურბოდან კოლექტორზე რაც გადადის, აი ეს მილი მოხსენი. აქაც როგორც ხედავთ ყველაფერი ზეთიანია, დიაფრაგმა სუზეთიანია. დანარჩენი გადმოვიდეთ ისევ აქ. ეხლა აქ ასე გამოიყურება ყველაფერი ზეთშია. აი აქ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ხდება კატალიზატორში, მთლიანად ყრია, რა ვიცი რაღაცეები, მთელი ნაგავი და ასევე ზეთია შიგნით. და მოკლედ აქაც მე ხა ვერ ხედავ კარგად, თქვენ შეიძლება დაინახოთ უკან ყველაფერი ზეთში, ამას რომ მოხსნით, მე უფრო ვნახოთ. ეს ყველაფერი არის დასაშლელი, ამ შემთხვევაში ძალიან რთული არ უნდა იყოს, უნდა მოიხსნას წესით. უპრობლემოდ თუ რაღაც ბოლტი არ ჩაგვიწყდება და იმედი არ ჩაგვიწყდება, იმიტომ რომ ზოგ ძრავზე ისეა გაკეთებული, საერთოდ ან მიუდგომელია და დაიტანჯები ტურბოზე, ან ზოგ შემთხვევაში ძრავიც კი ხდება ამოსაღები. ახლა ადგილი არ არის სამწუხაროდ, ამიტომ მე წინა ცხვირზე ამ ეგრეთ წოდებულ აბლიცოვკას მოხსნი. ასევე უნდა ჩავხედოთ შიგნით ინტერკულერს, ზეთით არ იყოს სავსე, თორემ ფრთხილად უნდა იყოთ. დიზელს ახასიათებს ასეთი რაღაც, runaway ქვია, თუ ინგლისურად სწორად ვამბობ, ჩაწერეთ YouTube-ში და
ნახავთ ვიდეოები თუ რა ხდება Runaway-ის დროს მე მქონია ეს ეგრეთ წოდებული Runaway სამწუხაროდ ერთხელ Volkswagen კედი გავაკეთე მაშინ ტურბო შევცვალე გამოვრეცხერა ჩემეძლო ინტერკულერი მაგრამ სადღაც ეთყო მაინ ჩარჩა და 50-იან ზონაში 120-ით გავიარებ თლიანად მისცა გაზი ბოლომდე ავტომატურად ძრავმა მოგეხსენებათ დიზელის შემთხვევაში როდესაც შეიწოვს ზეც მაშინ ხდება ეს და შეიძლება საერთოდ გააფუჭოთ მოტორი და შემდეგ ვერც გააჩერებთ ჰაერის ნაკადი თუ არ დაუკეტეთ წინიდან ну მოკლედ ახლა დავიწყებ ამის დაშლას და უფრო უკეთესი იქნება ალბათ როდესაც უკვე ყველაფერს მოხსნი გაჩვენოთ თუ სად რა ბოლტი იყო და თუ თქვენს მსგავსი სამუშაო გექნებათ ჩასატარებელი რა უნდა გააკეთოთ აი ეს საფარი მოხსენი მე იქ რაც დებს მაგიდაზე რომ ადვილად მიუდგე დანარჩენი ვნახოთ ახლა რა როგორ წავა მოკლედ მეგობრებო როგორც ხედავთ ამოღებული არის ტურბო ამოვიღე გაჩვენებთ ახლა იმედი არ დაგჭირდებათ მაგრამ თუ ვინმეს დაგჭირდათ თუ რაშია საქმე რომ სად რა უნდა მოხსნათ აი ეს კატალიზატორის იმას ზემოდან აქვს უბრალოდ ერთი ბოლტით გადაჭერილი ხამოდით დასაფიქსირებელი ამას მოხსნით ამას არანაირი პრობლემა ну ამის მოხსნა არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს შემდეგ მარცხენა კი არა აქედან მარცხენა მხარეს მაგრამ მგზავრის მხარეს მარჯვენა მხარეს ანუ 3 ცალი არის 3 ცალი ბოლტითაა დაფიქსირებული მძღოლის მხარესაც 3 ცალი ბოლტითაა დაფიქსირებული ისინი მოძრაობს იქეთ-აქეთ იმიტომ რომ მოძრავი ისინი აქვს ქვემოთ და ეს ერთი მხრივ კარგია რომ დაყენების დროს ბოლტები რომ მოარგოთ უფრო იოლად გამოვა ამათ ჯერ არ მოხსნი ეს ძველი ეგრეთ წოდებული პრაგლადგები რაც უყენია ჯერ იყოს ზედ შემდეგ მიმართულება რო არ ამერიოს ახლებს დავაყენებ რა თქმა უნდა აქაც არის აი ეს ტურბოს თვითონ პრაგლადგა აგერ ზეთის კანალი როგორც ხედავთ ეს დავტოვოთ ჯერჯერობით აქ იდოს ეს პრაგლადგა ამასაც ახალს დავაყენებ აქედან ყველაფერი ჩადიოდა ქვემოთ ამ ძრავებს აქვს ასევე ავადმყოფობა რომ ეს ზეთის გამაგრილებელი შუაში რაც უყენია გაზდის ხოლმე რა მაგას ზეთი და ივსება აქ მთლიანად ზეთით შეიძლება აი ამდენზეც იდგეს ამ შემთხვევაში ეს რაც ზეთი არის ყველაფერი ტურბოდან ნაჟონი ზეთია შიგნით ნადენი აი აგერაც ხედავთ რომ ზეთია ამათ ამოვასუფთავებ ყველაფერს ნუ შემდეგ საწვავის ფილტრსაც შევცვლით ზეთს რა თქმა უნდა შევცვლი და ფილტრს შევცვლი რადგანაც ძველი ზეთით არ ვამუშაოთ და ძველი ფილტრით ახალი ტურბო ეს კიდევ რა არის აქ რაღაცა კაბელი აქ ვიღაცას უკვე ტურბო მე ვფიქრობ რომ გამონაცვლელი აქვს იმიტომ რომ ბოლტები არ იყო გადაჭერილი ზოგი ამ ხელაზე იყო დატოვებული და საერთოდ არ იყო ბოლომდე ჩასული გაფუჭებული არის რეზბები ხრახნები და მოკლედ რა ეხლა შეხედეთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რაც მე გითხარით თავიდან ეს ეგრეთ წოდებული Runaway რო არ მოხდეს ჯერ უბრალოდ ტურბოს გაჩვენეთ აგერ არის ეს ყველაფერი სჯობს რომ დააწეროთ
იმიტომ რომ იმ დღესვე თუ არ აწყობთ, მე ხა იმ დღესვე არ ვაწყობ, იმიტომ რომ დღეს ასვენების დღეა გერმანიაში და დღეს ვერ შეუკვეთავ ტურბოს, ხვალ შეუკვეთავ და სავარაუდოდ ალბათ ზეგ იქნება აქ და ავაწყობ. და რომ არ ეძებოთ შემდეგ დიდი ხანი და არ იწვალოთ რა არის ბოლტია და აწერეთ და ყველაფერი გამოვა აწყობის დროს სწრაფად იოლად და ნერვების მოშლის გარეშე. ესენი ყველაფერი აქ არის, ეს ზეთით არის სავსე როგორც ხედავთ. ესეც გამოსარეცხი არის. შეხედეთ რამდენი ზეთია შიგნით. ტურბოს შეხედეთ, ტურბოში რამდენი ზეთია გამშვების მხარეს. შეხედეთ. სავსეა ზეთით. ეხლა ტურბოს გამარეობა ნახეთ. როგორც ხედავთ, განადგურებულია ტურბო, განადგურებულია მთლიანად. იქიდანაც მთლიანად ზეთებში არ ნავიც გინდათ ნახვა. მაინც. ვისაც უნდა ახლოდან მოხსნელზე ნახვა. ფრთებს შეხედეთ რაც უგავს ფრთები. მომტრეული, მოჭმული ფრთები. დაღუნული. იმედია მთლიანი ნამცეცები არ გაფრინდა და ნელ-ნელა მიდიოდა რომ გაფრენილიყო. ძრავიდან. ეხლა ყველა ზეთი აქეთ გადმოვიდა. ამის დეტავატერე. ბიჭო. ნახეთ რა ხდება. ეს მთლიანად სავსე იყო ზეთით. ეხლა ნახეთ, ყველაზე მთავარი ეს მოხსენი, საიდანაც გადის შემშვების ჰაერი. ეხლა შეხედეთ რა ხდება, ინტერკულერი უეჭველი უნდა მოხსნა. და რატო? რა მოხდება შემდეგ? კარგი ამბავი, ნამდვილად არ მოხდება, დამიჯერეთ. შეიტანს, როდესაც გამოვცვლით ახალ ტურბოს ზეთს და არ ვიცი ხა როგორ გადავუღო ამას. თუ დაინახოთ. ცოტ ჩავიტანო კამერა. ერთი წამით. ძალიან რთული გადასაღებია. აქ რა ხდება ახლა? ზეთით არის სავსე. სადაც ვერ ვიჭერ ერთი ხელით ყველაფერს, კამერასაც, მილსაც, ფანარსაც, რაღაცნაირად მინდა უბრალოდ გაჩვენოთ თუ რა ხდება შიგნით. სადაც მილი მინდა რომ გავამოძრაო. ნახეთ რამდენი, შენი ახლა აქეთ გადმოვა. ნახეთ რა ხდება, რამდენი ზეთია შიგნით. სავსეა ზეთით. ეხლა აქეთაც უნდა მოხსნა ეს მეორეც. სავარაუდოდ აქაც ისეთი მდგომარეობა იქნება და საერთოდ ინტერკულერი უნდა მოხსნათ. იმიტომ რომ ინტერკულერს თუ არ მოხსნით და თუ არ დავტოვებთ დღესღამე აქ გადატრიალებულს ასეთ მთლიანად რომ გამჩამოიწუროს ეს ზეთი, ახალ ტურბოს რო დავაყენებთ, შეიტანს ამას მთლიანად თვითონ გაგიждდება ძრავი, რადგანაც ეს ბენზინის ძრავს არ ახასიათებს ასეთი რაღაც, რადგანაც აალების სანთლებითაა. მოგეხსენებათ, დიზელი თვითონ აალებადი არის და ეგრევე შეიტანს ამას, როგორც საწვავს ისე აღიქვავს დიზელთან ერთად, დაატრიალებს ბოლომდე ძრავს და შეიძლება დაასრულოს მუშაობაც ძრავმა. აი ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ, საერთოდ არ არის სახუმარო, როდესაც ტურბოს შეცვლით, აუცილებელი არის რომ ჩახედოთ ამას ამ მილებს და ინტერკულერს რომ სუფთა იყოს, თორე როგორც გითხარით, არ მოხდება კარგი ამბავი. მოდით ახლა მე მოხსნი ამ ინტერკულერს და გადმოვატრიალოთ, ნახოთ რამდენი ზეთი ჩამოვა. მოხსენი როგორც ხედავთ ინტერკულერი ცოტა ისეთი საზიზღარი მოსახსნელი იყო.
ალბათ ტურბო უფრო სწრაფად მოიხსნა ვიდრე ინტერკულერი და ეხლა შეხედეთ რა ხდება აქა. აი რამდენი ზეთი მოდის, ამას დავტოვებ მთელი ღამე ასე გადმოყირავებულს, რომ ჩამოიცალოს მთელი ზეთი, ცოტა სამუხრუჭე სითხის სამუხრუჭე სითხის საწმენდს კი არა, მუხრუჭების საწმენდს ჩავასხავ აქ ზედა მხარეს, ცოტა რომ შევანჯღრიოთ იქეთ-აქეთ, რომ მაქსიმალურად ჩამოვიდეს ყველაფერი ქვემოთ. ასევე მილებსაც გავწმენთ, განარჩენი რაც გამოსარეცხია, გამოვრეცხავ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ არსად არ იყოს ზეთი შემშვებ სისტემაში, რომ არ შეიწოვოს შემდეგ ზეთი. მოკლედ, დღეს მეტი არაფრის ჩვენება არ შემიძლია. შევუკვეთავ ხვალ ტურბოს და როდესაც ახალი ტურბო მოვა, გეტყვით რა ღირს გერმანიაში ტურბო. სხვადასხვა ფასებია, ვერ იტყვით პირდაპირ ამ ფასად იყიდით თუ იმ ფასად იყიდით. არის 400 ევროში, 500-ში, 600-ში, 700-ში, მაგრამ ესენი ყველა არის, ასე რომ ვთქვათ, გარემონტებული ტურბოები. რაც ნიშნავს ახლა გარემონტებული. ეს არის როგორც აი ქარხნიდან სულ ახალ მდგომარეობაში რო არის, ასე რომ ვთქვათ, ფაქტიურად იგივე მდგომარეობაში არის, გერმანულად ქვია General Überholte Turbo Lader. ანუ გენერალურად არის თლიანად დაშლილი, აბსოლუტურად ყველაფერი იდეალურად არის გაკეთებული. და შემდეგ, როდესაც ამას იყიდით, ანუ იმ ტურბოს, ეს თქვენი ტურბო უკან უნდა დაუბრუნოთ და თანხას გაგიქვითავენ იმაში, რადგანაც ესეც შემდეგ როგორც ახალი ისე გაკეთდება. არა მხოლოდ შიგნით დეტალები არის შეცვლილი, არამედ გარედან ვიზუალურად თქვენ ვერ გაარჩევთ ეს ახალი ტურბოა თუ ძველი ტურბო არის, რადგანაც ვიზუალურადაც, ანუ როგორც ახალი ზუსტად ისე გამოიყურება. ვნახოთ, რომელ ტურბოზე შევაჩერებთ არჩევანს, რადგანაც ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მისმა პატრონმა უნდა გადაწყვეტოს თუ რამდენის გადახდა სურს ტურბოში. ახალი ტურბო, როგორც ვიცი, სულ ახალი, უხმარი 1200 ევროდან იწყება და თუ არ ვცდები Mercedes-ში 1400 ღირს, თუ არ ვცდები. ნახოთ მოკლედ ჩამოიწუროს ეს თლიანად ბოლომდე და როდესაც ახალ ტურბოს მოვიტან, გაჩვენებ და გეტყვით თუ რა გადავიხადე ამ ტურბოში და უშველის თუ არა დაყენება, ალბათ უშველის. მოვიდა ტურბო მეგობრებო, შევუკვეთე ინტერნეტში, რადგანაც ასე მოისურვა თვითონ მანქანის პატრონმა. აქ მაღაზიაში ღირდა 900 евро გაკეთებული გარემონტებული ტურბო, ხოლო ინტერნეტში შევუკვეთე 430 ევროთ. Turbo Maxia თუ რაღაცა ასეთი ფირმა. ხო, მე მგონი ასე ქვია, თუ Art Max Turbo, ეს არანაირი რეკლამა არ არის, უბრალოდ ვიყიდე ინტერნეტში. მოყვება. ხო, ანუ 900 ღირდა მაღაზიაში და 430 ღირდა ინტერნეტში, თავისი მონტაჟისთვის რაც ჭირდება ყველა ბოლტით, ყველა პრაკლატკით. საბუთები მოყვება, გასინჯული არის. ყველაფერი აბსოლუტურად მანქანაში ჩავდექვით არის და აი როგორც გითხარით, რომ აი ახალივით გამოიყურებოდეს იქნება მეთქი გარემონტებული ტურბო, აი ზუსტად ასე არის. ახალივით გამოიყურება. არანაირი თამაში ამას არ აქვს არც არაფერი, ნუ დასაშვები რაცა იმაზე მეტი. ყველაფერი იდეალურადაა, როგორც ხედავთ ბოლტები, ყველაფერი ახალია, გადაჭერის მომენტები აქ დაფიქსირებულია, ყველაფერი დაფიქსირებულია. აგერ არის ძველიდან რასაც ვიზაო, აი ამას გადმოვიტან აქეთ. დანარჩენი აქ როგორც ხედავთ ყველაფერი უკვე გადაჭერილია იქ. ეს დაცობილია ეს ადგილი, სადაც ეს პრაკლატკა დაჯდება. აქ სავარაუდოდ ალბათ ზეთს ცოტას კიდევ ჩავამატებ, რომ პირველი დატრიალების დროს არ დაზიანდეს ტურბო და ამ ტურბოსაც ზუსტად ისევ გააკეთებენ. ანუ უკან რო გაუგზავნეთ. ეხლა 430 ღირდა ეს, 200 евро წინასწარ კიდევ გადავიხადე, ანუ 630 გადავიხადე სულ და როდესაც ამ ტურბოს გავუგზავნი, უკან დამებრუნებენ 200 ევროს. ნუ მოკლედ ეს ასე, ესეც ასე. აქ დანარჩენი როგორც ხედავთ, მე გამზადებული მქონდა ყველაფერი დაშლილი. ეხლა უბრალოდ სწრაფად შევცვლი ამ საწვავის ფილტრს. და რა იყო კიდევ რისი გაკეთება მინდოდა, ახლა დავაყენებ კიდევ აქ ამ intercoolers
და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ტურბოს დაყენებაზე. დაყენებული არის ყველაფერი თავის ადგილზე. აწყობილია რაც დაშლილი იყო. საწვავის ფილტრი რადგანაც შევცვალე, რამოდენიმეჯერ გავაღებ, ეგრეთ წოდებულ ზაჟიგანიას გასაღებს გადავწევ რომ წამოიღოს დიზელი. ყველაზე მეტად ახლა დავქოქავ პირველი დაქოქვა იქნება ყველაზე მეტად რაც მეზიზღება ეს არის რომ მთლიანად სავსე არის მთელი მაყუჩი ზეთით DPF-ი, კატალიზატორი, ყველაფერი სველია და საკმაოდ დიდხანს ბოლავდეს იქნება რა. ასე ადგილზე ვერ გამოწვავთ ამას, უნდა იარო ტრასაზე რომ გამოწვა ეს მთლიანად ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავაღოთ. ცადოთ აბა. შემდეგზე ახლა ცადოთ დაქოქვა. ყველა მხრიდან წამოვა ბოლი, აქ სადაც დასრული იყო ზეთით. რა თქმა უნდა მაყოჩიდანაც ეხლა რო გაცხელდება. რადგანაც ყველაფერი ზეთიანი იყო. მოკლედ ეს ეხლა საინტერესო არ იქნება ამის ხმაურის ყურება, რო ველოდოთ. უბრალოდ გავიყვან გარეთ, აქ რო არ მომწამლოს ამ ბოლში და გაველოდები სანამ არ მიატოვებს ბოლო. მოკლედ მეგობრებო, როგორ დასრულდა ახლა ამ ML-ის და ტურბოს ბედი, გავიდა რამოდენიმე დღე უკვე. იმ დღეს გავიარე, მინდოდა გამეტესტა მანქანა, მაგრამ დაბნელებული არ იყო, დღის შუქი იყო და ვერ გაილვიდი იმ დონეზე ბოლავდა უკნიდან თეთრად. ყველა გიყურებს გერმანიაში შეიძლება პოლიციაში დაგირეკონ და მოკლედ არასწორია რა, მართლებიც იქნებიან. გავაჩერე ეგრევე მანქანა აქ გარეთ. დაურეკე მის პატრონს და ცოტა რო შებინდა წაიყვანა შემდეგ მანქანა. ძალიან მაგრად ბოლავდა წაყვანის დროსაც და შემდეგ დამირეკა მეორე დღეს. მითხრა რომ საერთოდ შეწყვიტა ბოლვა, ანუ გამოიწვა დაახლოებით ასე 20-30 კილომეტრი რომ გაიარა, გამოიწვა მთლიანად მაყუჩში, რაც ზეთი იყო DPF-ში, კატალიზატორშიც და შეწყვიტა აბსოლუტურად ბოლვა. მოკლედ ასე რომ ვთქვათ, გაამართლა ამ გაკეთებულმა ტურბომ, რამოდენიმეჯერ მაქვს მე დაყენებული განაკეთები ტურბო და არც ერთხელ არასოდეს პრობლემა არ მქონია და განაკეთები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას რომ მე აქ ახლა გარაჟში დავშალე ტურბო გავაკეთე, ან ვიღაცამ რაღაცა ისე სულელურად გააკეთა, არამედ კეთდება ქარხნულ დონეზე, როგორც ახალ-ახალი ტურბო ისე და თქვენ ნახეთ ვიზუალურადაც როგორც გამოიყურებოდა და ტექნიკურად მოყვებოდა ყველაფერს საბუთები, რომ შემოწმებულია მაქსიმალურ ბრუნზზე. მოკლედ ML ისე მუშა მდგომარეობაშია, მის პატრონი კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით, მოვალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.